მთავრობა ხუდონ ჰესის პროექტის ინვესტორებისთვის შეთავაზებას გეგმავს. წინადადების დოკუმენტზე ეკონომიკის სამინისტრო უკვე მუშაობს. ამ დროისთვის პროექტის განხორციელებით დაინტერესებული ინვესტორი არ არის გამოკვეთილი, თუმცა ხელისუფლება აღიარებს, რომ ხუდონ ჰესი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პროექტია და მაქსიმალურად სწრაფი ტემპით უნდა განხორციელდეს. რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის მსგავსი პროექტების განხორციელებას, რა შედეგით დაასრულა ქვეყანა 2025 წელი და რამდენად აქტიურად იყენებს ჩვენი ქვეყანა განახლებად ენერგიას იმ პირობებში, როდესაც შავი ზღვის კაბელის პროექტის განხორციელების პერსპექტივა რეალურია. სტუმართან, შაინ ენერჯის დამფუძნებელთან ნინა გადელიასთან ერთად მიმოვიხილავთ ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს. მოგესალმებით ნინა, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და სტუმრობისთვის. საუბარი რა თქმა უნდა დავიწყოთ ხუდონ ჰესის თემით. მიუხედავად არაერთი 10 წლეულისა ეს საკითხი არ კარგავს აქტუალობას, რაზეც მეტყველებს მთავრობის კიდევ ერთი ინიციატივა. მე მინდა გთხოვოთ შეფასება და გკითხოთ, რა სიგნალი შეიძლება იყოს ეს პოტენციური ინვესტორებისთვის და რას უნდა მოიცავდეს შეთავაზება თქვენი გადმოსახედიდან, როგორც დარგის წარმომადგენლის, იმისათვის, რომ ინვესტორმა დაინტერესება გამოხატოს და რეალურად დღის სინათლე აიხილოს ამ პროექტს. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. პირველ რიგში მადლობას გიხდით მოწვევისთვის. რაც შეეხება ხუდონ ჰესის პროექტს, რომელიც დღეს ყველაზე აქტუალურია განსახილველად, პირველ რიგში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჰიდროელექტროსადგურების განვითარებას საქართველოში, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ძალიან დიდი რესურსი გვაქვს ქვეყანაში, ავეთვისოთ ეს მიმართულება, ვთქვათ, სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებთან ერთად, როგორც არის პირობითად მზე და ქარი და ჩვენ წარმოვადგენთ მზის ელექტროსადგურების სამშენებლო კომპანიას. უშუალოდ სახელმწიფოს ჩართულობა იქნება გადამწყვეტი, განსაკუთრებით ხუდონ ჰესის ნაწილში, იმიტომ რომ ჩვენ სხვა ჰესებთან დაკავშირებითაც გვქონდა ძალიან დიდი პრობლემები და ფაქტობრივად უკვე დღეს ქვეყანაში არის საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან სერიოზული უნდობლობა და მოგეხსენებათ, რომ ძალიან დიდ საინვესტიციო თანხებთან არის დაკავშირებული ზოგადად განახლებადი ენერგიის ამ მასშტაბის მშენებლობა. შესაბამისად, ეს თანხები აუცილებლად იქნება, ვთქვათ, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან მიღებული ან ვთქვათ კერძო ინვესტიციებით, რომელიც ასევე საერთაშორისო ბაზრებიდან წამოვა, ამიტომ სახელმწიფოს როლი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. თუმცა ამ ნაწილში არის რიგი გამოწვევები და ეს ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, არის მოსახლეობასთან ურთიერთობის პრობლემები, ცნობიერების ნაკლებობა, მოსახლეობა ხედავს რისკებს, რომ ეს ვთქვათ გარემოს დაცვის ნაწილში გარკვეულ გამოწვევებს ქმნის და ამ ნაწილში ალბათ უკიდურესად მნიშვნელოვანი იქნება მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაცია, სახელმწიფოს უფრო მეტად ჩართულობა, რაც პირდაპირ გავლენას მოახდენს საბოლოო ჯამში პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის. და აი წერან თქვენ რო ახსენეთ, რომ რა ფაზამდე უნდა მივიდეს, რომ ვთქვათ ინვესტორისთვის საინტერესო გახდეს. ალბათ სამშენებლო ფაზის პირველი ეტაპი მაინც უნდა დაიწყოს და როგორც ბატონმა პრემიერმა თქვა, სახელმწიფომ შესაძლოა ფინანსური კონტრიბუციაც კი განახორციელოს ამ პროექტში, რაც თავის მხრივ ალბათ გულისხმობს, რომ გარკვეულ ფაზამდე მივა პროექტი და შემდგომ, როდესაც აი ამ იმპულსებს დაინახავს ინვესტორი, შემდგომ გადავა ფაზებზე, რაც უკვე გულისხმობს საბოლოო ჯამში სადგურის ექსპლუატაციას. კი ბატონო, ეს გარკვეული გარანტია და სანდოობის მაჩვენებელი იქნება ალბათ მათთვის. ნინა, მაინც მინდა ჩაგეკითხოთ დაბრკოლებების ნაწილში, რას განიხილავთ მთავარ დაბრკოლებად? ეს არის ფინანსური, რეგულაციური თუ სოციალური, რაზეც თქვენ უკვე ისაუბრეთ? სოციალური, რა თქმა უნდა, სოციალური, იმიტომ რომ თანხმდებით ყველა იმაზე, რომ განსაკუთრებით დღეს საქართველოს მთავრობა მოტივირებულია, რომ ენერგეტიკის, როგორც ვთქვათ, ეკონომიკის ხერხემლის განვითარება სერიოზულად აქტიურ ფაზაში გადავიდეს, იმიტომ რომ ჩვენ წინა წლის სექტემბრიდან მოყოლებული, როდესაც კერძო სექტორს ენერგეტიკის უწყებების წარმომადგენლებთან პირველი ოფიციალური შეხვედრა გქონდა, იმ დღიდან მოყოლებული აქტიური კომუნიკაცია გრძელდება სამივე განახლებადი ენერგიის წყაროებთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება. შესაბამისად, ეს არ ეხება მხოლოდ პირობითად ხუდონ ჰესის პროექტს. მხოლოდ ამას რო ეხებოდეს, შესაძლოა დამატებითი კითხვები არსებობდეს გამომდინარე იქიდან, რომ წლებია ამაზე საუბარი მიმდინარეობს. თუმცა სხვა მსხვილ პროექტებში ვთქვათ, მზის ნაწილში, ქარის ნაწილში, ხა ძალიან დიდი ქარის ელექტროსადგური შენდება, რომელიც წლის ბოლომდე შევა ექსპლუატაციაში, ასევე მზის ელექტროსადგურები და ასე შემდეგ.
იგრძნობა ეს თქვათ აქტიური ჩართულობა. ამიტომ რჩება სოციალური პრობლემა, რაზეც ფიქრობ, რომ კერძო სექტორი გამკლავებას მხოლოდ ვერ შეძლებს და ამ ერთობლივი მუშაობით, როგორც კერძო მისე საჯარო, უნდა მოახერხოს, რომ პროექტის პირველ ფაზამდე მაინც მივიდეს და მერე უკვე მოხდეს საერთაშორისო ინვესტორის შემოყვანა პროექტში. კი ბატონო, გასაგებია ჰიდროელექტროსადგურების თემა გარკვეულწილად რომ ამოვწუროთ, სამი მნიშვნელოვანი პროექტი, ნენსკრა, ხუდონი და ნამახვანი, ეს განიხილება ძირითადად. იმპორტდამოკიდებულების ძალიან მაღალი მაჩვენებლის პირობებში, როდესაც მოხმარება ელვისის სწრაფით იზრდება. გარდა ამისა, ახალი შესაძლებლობები ჩნდება გლობალურად. როგორია თქვენი შეფასება? აი ეს სამი პროექტი, რაც ახლა ვახსენეთ, რამდენად რეალურია ჩვენი ქვეყნის მოცემულობაში, რომ განხორციელდეს და შემდეგ უკვე რას შეცვლის ეს ენერგოდამოუკიდებლობის, ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით? დიახ. ამ ნაწილში პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ იმპორტდამოკიდებულები უფრო მეტად გავხდით. გასული წლის დეკემბერში დაახლოებით 48 მილიონი დოლარის ელექტროენერგია შეისყიდა სახელმწიფომ თითქმის ყველა მეზობელი ქვეყნისგან. ეს ძალიან რთული პროცესია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეკონომიკის განვითარებასთან ერთად, მოსახლეობის ზრდასთან ერთად, რა თქმა უნდა, იზრდება ელექტროენერგიაზე მოთხოვნა. ეს ნამდვილად მისასალმებელი ფაქტია, მაგრამ ამას სჭირდება შესაბამისი პასუხი. კი, შესაბამისი მიწოდება, რაც დღეს ჩვენთვის სერიოზული გამოწვევაა. ჰესების ნაწილში ამ პროცესში ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ ენერგეტიკა უნდა იყოს დივერსიფიცირებული. ანუ ჩვენ აქცენტს ვერ გავაკეთებთ მხოლოდ ერთ კონკრეტულ განახლებადი ენერგიის წყაროზე, ამ შემთხვევაში ჰესებზე. ანუ ეს ჰიბრიდული სისტემა, რაც გულისხმობს ჰესების მშენებლობის განვითარებას, მზის ელექტროსადგურების განვითარებას და ქარის ელექტროსადგურების განვითარებას, ქმნის სისტემაში მუდმივობას, რომ არ იყოს ელექტროენერგიის დეფიციტი, პირობითად სეზონურადაც. თქვენ მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ჩატარდა ორი სიმძლავრის აუქციონი, სადაც დადგინდა ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ტარიფი, რომლის საფუძველზეც კერძო სექტორის მხრიდან ძალიან დიდი დაინტერესება იყო სამივე განახლებადი ენერგიის წყაროს ნაწილში, თუმცა ეხლა რიგი პროექტები, აი უკვე თებერვალი კარს მოგვადგა, რიგი პროექტები გადადის უკვე სამშენებლო ფაზის ეტაპზე, დაახლოებით 600 მეგავატი ჯამური დადგმული სიმძლავრით. ეს ეხება მხოლოდ მზეს და ჰესების და ქარის ნაწილში ჩვენ ველოდებით საბოლოო ციფრს. ხოლო რიგი პროექტები ექვემდებარება გაუქმებას, ოღონდ გაუქმებას ექვემდებარება ის პროექტები, რომლებიც, ვთქვათ, ინვესტორები არ ასრულებდნენ შესაბამის რიგ ფინანსურ ვალდებულებებს. თუმცა ამ ნაწილში კიდევ ერთი პოზიტიური ინფორმაცია არის ის, რომ მოგეხსენებათ ბატონმა პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა, რომ 1 მილიარდი ლარის კომპენსაცია ჩამოეჭრებოდათ ინვესტორებს. ეს არის ჯამში 140 პროექტი, ჯამური დადგმული სიმძლავრით 1150 მეგავატი, საიდანაც დაახლოებით 75% არის ჰიდროსწილი, 5% არის მზის წილი და დარჩენილი არის ქარის წილი. გამოვდის, რომ მზის კომპანიებს ყველაზე ნაკლები ფინანსური ვალდებულება ქონდათ სახელმწიფოს მიმართ. ეს რეალობა არის. და ამ ნაწილში 30 იანვარს არის განცხადების წარდგენის ბოლო ვადა, რომ თავად ინვესტორმა ნამდვილად დაადასტუროს ეს შესაძლებლობა სახელმწიფოს მხრიდან, რომ დიახ, ამას ვადასტურებთ, იმიტომ რომ იქ დამატებით არის მოთხოვნები, რომ თუ ამ შემთხვევაშიც არ შეასრულებს შენ, თქვათ, დროით და ფინანსურ ვალდებულებებს, ეს გულისხმობს, რომ უკვე ექნება უკუზალა და ძველი დავალიანებაც გაცოცხლდება და დაექვემდებარება აღდგენას. შესაბამისად, უკვე ინვესტორები ფრთხილობენ, გრძნობენ მეტ პასუხისმგებლობას, თუ რამდენად შეძლებენ ამ პროექტების რეალურად განხორციელებას, რაც ასევე ძალიან დიდი ქმედითი ნაბიჯია, გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფოს მიზანი არ არის, რომ კონკრეტულ ქვესადგურებზე გასცეს უბრალოდ ფურცელი და იყოს ეს დარეზერვებული სიმძლავრე, არამედ სახელმწიფოს მიზანი, ისე როგორც ვთქვათ, კერძო სექტორის მიზანიც არის და ვფიქრობ, რომ მთლიანად მოსახლეობის მიზანი, რომ ააშენდეს საქართველოში მეტი გენერაციის ობიექტი. სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია, რომ აი ამ წლებთან ერთად, მათ შორის
ეკონომიკის, ხელოვნური ინტელექტის და ტექნოლოგიების ზოგადად ზრდასთან ერთად ვთქვათ, გავუსწროთ ამდენ ელექტროენერგიის მოხმარებას. სწორედ აქედან გამომდინარე, რომ დავუბრუნდეთ თქვენს შეკითხვას, მხოლოდ სამ ჰესზე ვერ გავაკეთებთ ჩვენ აქცენტს და ამ ნაწილში გასათვალისწინებელია ის, რომ დეკემბრის დასაწყისში ევროკავშირმა ოფიციალურად შავი ზღვის წყალქვეშა კაბელს საერთო ინტერესთა პროექტის სტატუსი მიანიჭა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი შეძახილია ჩვენი ქვეყნისთვის, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ელექტროენერგია არა მარტო ჩვენი მოხმარების დასაკმაყოფილებლად დაგვჭირდება, არამედ უკვე საინტერესო ხდება ის ტრანზიტი, რომ ჩვენ ელექტროენერგია გავყიდოთ ევროპის ქვეყნებში საკმაოდ მაღალ ფასად. ექსპორტის, ანუ ექსპორტიორი ქვეყნის სტატუსი შევიძინოთ. ცოტა დრო გრჩება და აუცილებლად მინდა ვისაუბროთ მზის ენერგიაზე, მწვანე ენერგიის ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებაზე. ჩვენს ქვეყანაში რამდენად არის ათვისებული ის პოტენციალი, რაც რეალურად არსებობს, მზედღეების მხრივ საკმაოდ კარგი მაჩვენებელი გვაქვს, როგორც ვიცი, საქართველოში, რა უნდა გაკეთდეს ამ ნაწილში და საინტერესოა თქვენ, როგორც მზის ენერგიის მიმართულების წარმომადგენელს, რა სურვილი გაქვთ სახელმწიფოს მხრიდან, ანუ რას უნდა მიექცეს ყურადღება, რა ტიპის მხარდაჭერას ფიქრობთ, რომ არის საჭირო ამ მიმართულების განვითარებისთვის? ძალიან საინტერესო შეკითხვაა, ზოგადად მზის ენერგიაზე საუბარი ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ ნაწილში ვიტყოდი იმას, რომ დარგი ორად იყოფა, ანუ ეს მიმართულება. ერთი არის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების განვითარება და მეორე არის მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის განვითარება. ეს თქვათ ზომვითი გაყოფა, რა თქმა უნდა, ეხება ჰესსაც და ქარსაც, თუმცა უფრო მეტად მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების განვითარება მოხდა მზის ნაწილში. ჩვენ ვიცით, რომ სემეკი არის მარეგულირებელი კომისია, რომელმაც შესაბამისი დადგენილება მიიღო, რომ განვითარებულიყო მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურები და ფაქტობრივად დღეს რა მზის სადგურებიც არის აშენებული საქართველოს მასშტაბით, როგორც თელასის არეალში, ისე ენერგოპროში, სწორედ ნეტო აღრიცხვის სქემით მოხდა. თუმცა მოგეხსენებათ, რომ ეს იყო სუბსიდირებული, თავისი ვთქვათ ფინანსური სარგებლის გათვალისწინებით, რომ მომხმარებელი არანაირ დამატების გადასახადს ქსელურ კომპონენტში არ იხდიდა. რომელსაც აქვს თავისი ვადა, ხო, უსასრულოდ ვერ გაგრძელდება, იმიტომ რომ ჯვარედინის სუბსიდირება გამოდის და ამას საბოლოო ჯამში შეიძლება გამოიწვიოს დამატებითი დატვირთვა საბოლოო ჯამში მომხმარებელზე, სხვა მომხმარებელზე, ვინც არ ფლობს გენერაციის ობიექტს. ამიტომ ეს კვოტირებული რადგან იყო ენერგოპროს არეალში უკვე ეს კვოტა შეივსო წინა წლის 28 თებერვალს, ხოლო თელასის არეალში დაახლოებით 6%-ია ღია. თუმცა წლის ბოლომდე ეს 6% შეივსება თუ არ შეივსება, ისედაც გაზდის ვადა ნეტო აღრიცხვის პროგრამას წლის ბოლოს. და უკვე გადავედით ენერგოპროს არეალში და პრინციპში წლის ბოლოდან გადავალთ თელასის არეალში ნეტო დარიცხვის პროგრამაზე. ნეტო დარიცხვას აქვს თავისი სირთულეები, გამომდინარე იქიდან, რომ ჭარბი ელექტროენერგიის ავტომატურად შესყიდვის ფასი ძალიან დაბალია, რომელიც უნდა გაიზარდოს, ან თავისუფალი მიმწოდების კონცეფციამ პრაქტიკაში უნდა დაიწყოს მუშაობა, რაც გულისხმობს იმას, რომ დღეს თუ ჩვენ გვაქვს მარტივად რო ახსნა სამი ტიპის ტარიფი გენერაციის მხრიდან, ხო? ეს არის პირობითად დღეს ენერგოპროს შესაწყიდი ტარიფი 5.4 თეთრი. მეორე არის დაახლოებით CFD-ის და ტრეიდერის საბუთმო ბაზართან მიახლოებული ტარიფი 13.14 თეთრი და მესამე არის ვთქვათ ნეტო აღრიცხვის ტარიფი, კომერციული ტარიფი, რაც არის 28.9 თეთრი, ხო? გამოდის, რომ ნეტო დარიცხვის დღევანდელი სქემით მომხმარებელს თავაზობს ჭარბ ელექტროენერგიაზე ყველაზე უარეს შემთხვევას, რაც არის 5.4 თეთრი, ხო? აქვე აღსანიშნავია ის, რომ წელიწად ნახევრის წინ და 2 წლის წინ ეს შესაწყიდი ტარიფი წელიწადში ერთხელ ხდებოდა, იყო 14 თეთრი და ჩვენი ძალიან დიდი სურვილია და მზის ასოციაციის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობთ სემეკთან და სემეკსაც მიმღებლობა აქვს კომუნიკაციის, რაც ჩვენ ძალიან დიდ მუხტს გვაძლევს, რომ ან დაუბრუნდეს ძველ ტარიფს, რომ საინტერესო იყოს კომერციულად ინვესტიციის განხორციელება, ან უნდა მოხდეს შესაძლებლობა და ფანჯის გახსნა, რომ წადი ტრეიდერთან და იმას მიეცი ელექტროენერგია. დღეს ხაზგასასმელია, რომ ტრეიდერს საუსფლო მიმწოდებელს ეგრეთ წოდებით აქვს შესაძლებლობა, რომ საცალო ბაზარზე ელექტროენერგია ჩვეულებრივად გაყიდოს
საბოლოო მომხმარებელზე, თუმცა თავისუფალ მიმწოდებელს არ აქვს უფლება საცალოშივე იყიდოს და მოიპოვოს ეს ელექტროენერგია, არამედ მან უნდა წამოიღოს საბიტუმო ბაზრიდან, რაც არის ყველაზე დიდი მნიშვნელობის მატარებელი გენერაციის ობიექტებისთვის. მზის ენერგიის განვითარების ნაწილში უკიდურესად მნიშვნელოვანია აი ეს დიდ პროექტებზე, როგორც ვსაუბრობდით, დიდი პროექტების, ინდუსტრიული პროექტების განვითარება, რაც ყველა მხრივ, როგორც ჰეს, ქარს და მზეს ერთნაირად ეხება და ჩვენ ველოდებით საკმაოდ მსხვილი პროექტების ექსპლუატაციაში შესვლას, როგორც ამ წელს, ისე მომდევნო წელს. კი ბატონო, ანუ ენერგეტიკის სექტორში ჩვენს ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები არის გაჟღერებული და უკვე მოქმედების ფაზაზე გადასვლის დრო დადგა, როგორც თქვენ ამბობთ, მით უმეტეს ეს არის მოსამზადებელი პერიოდი შავი ზღვის კაბელის შესაძლებლობების გამოსაყენებლად, რაც რეალურად ჩვენს ქვეყანას აქვს ამ მიმართულებით. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, საინტერესო საუბრისთვის. მაყურებელს შევახსენებ, ნინა გადელია, Shine Energy-ს დამფუძნებელი იყო ჩვენი სტუმარი და ვსაუბრობდით ენერგეტიკაზე. ეს არის თემა, რომელიც ალბათ არის ამოუწურავი, მაგრამ მიმოვიხილეთ ის სიახლეები, რაც ახლა ამ ეტაპისთვის არის აქტუალური ჩვენს ქვეყანაში.